Ამ დრომდე ბათუმის მთავარ სამმართველოში რჩება გუშინ აქციაზე დაკავებული 9 პირი, მათ შორის არის ონლაინ გამოცემების ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, რომელსაც სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხსედავებიან, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. პატიმრობაში იმყოფება ასევე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 8 პირი, მათ წვრილმა ხულიგნობას და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა შეედებათ ბრალი. კიდევ 3 დემონსტრანტი კი ხელწერილის საფუძველზეა გათავისუფლებული. როგორ ვითარდებოდა მთელი ღამის განმავლობაში მოვლენები ბათუმში და რასაც ცხადებენ დაკავებულთა უფლებადამცველები. მერაბ წულკიძე მუშაობს თემაზე და ის ახლა პირდაპირ ეთერში განაგრძობს საუბარს. მერაბ მარიამ, ჩვენ ახლა აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან ვიმყოფებით. სწორედ აქ მიმდინარეობდა პრაქტიკულად მთელი ღამის განმავლობაში საპროტესტო აქცია და აქ განხორციელდა ძირითადი დაკავებები. ამჟამად, როგორც შენ აღნიშნე, 3 პირი ხელწერილით არის გათავისუფლებული, მათ შორის ერთი არის არასრულწლოვანი გოგონა. ყველა დაკავებულს ბრალი აქვს აყენებული ადმინისტრაციული წესით, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ერთადერთი პირი, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით დააკავეს, ეს არის ინტერნეტ გამოცემა ნეტგაზეთის და ბათუმელების დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი. მას პოლიციისადმი თავდასხმის ბრალს წაუყენებენ სავარაუდოდ. მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს. პირველად, როდესაც მან აქციაზე სცადა სტიკერის გაკვრა, თუმცა მალევე სხვა პირებთან ერთად ხელწერილით გამოუშვეს. თითქოს ყველაფერი დაწყნარდა, თუმცა სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც მოულოდნელად პოლიციამ კიდევ 2 აქციის მონაწილე დააკავა. სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ რამდენჯერმე მოხდა პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა და დაპირისპირება. სწორედ ამ მომენტში დააკავეს მზია ამაღლობელი. დღეს ის მოვინახულა, დღეს გამთენიისას მისმა ადვოკატმა, როგორც ადვოკატი, ასევე მზია ამაღლობელის კოლეგები არ აღიარებენ იმ ბრალდებას, რომელიც შეიძლება წაუყენონ უახლოეს პერიოდში. მზია ამაღლობელს ჩვენ გავესაუბრეთ ბათუმელების მთავარ რედაქტორს. ის ამბობს, რომ გუშინდელი ყველა ამბავი იყო პოლიციის პროვოკაციული ქმედების შედეგი. ეთერთურაძე ამბობს, რომ პოლიცია იმდენად პროვოკაციულად იქცეოდა, რომ აქციის მონაწილეებს არ ჰქონდათ სხვა ქმედების გაკონტროლების საშუალება. აი ეს განუკითხაობა, ის ზალადობა, ის უკანონობა არის 2 ადამიანის დამსახურება. ეს არის ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე და ეს არის აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი. მე მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალ ჩინოსნებს, ანუ ამ ადამიანის ხელმძღვანელებს, რომ ეს პოლიციის მუნდირში გამოწყობილი ადამიანი მოაშორონ ადამიანებს, იმიტომ რომ ეს არის ადამიანებისთვის საშიში. ეს არ არის პოლიცია რაც გვესმის პოლიციელის გაგება ამ ადამიანს, ეს მსგავსი არაფერი არ ახასიათებს. ეს არ არის ერთჯერადი, ამას არ საუბრობ, იმიტომ რომ გუშინ დააკავა მზია ამაღლობელი. გუშინ ძალიან მოწადინებული იყო, რომ შეურაცხყოფა მიეყენებინა მისთვის. გუშინ ძალიან ბევრჯერ მიაყენა შეურაცხყოფა და სხვა დეტალებისგან ჯერ კიდევ გამხელისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ეს ადამიანი ყოველ ჯერზე იქცევა ასე ძალადობრივად. დაკავების სიტუაცია იყო ესეთი, რომ ჭყლეტის სიტუაცია წარმოიქმნა, რა დროსაც მოხდა ქალბატონის დაკავება. უშუალოდ როგორ და რა ვითარდებოდა ამის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაციას ვერ გიზიარებთ, რადგან დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს. ბრალის აყენება ჯერ არ მომხდარა. 48 საათი აქვს სახელმწიფოს ემეთოს ბრალი ოფიციალურად დააყენას. ამ ეტაპისთვის ქალბატონზე გადაყვანილი არის ბათუმის იზოლატორში და ჩვენი ადვოკატი, ასე ვთქვათ, მალე შეხვდება. როგორც გითხარით, დაკავებული 12 პირიდან ამ დროისთვის 3 გათავისუფლებულია ხელწერილით. ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, გაათავისუფლებენ თუ არა სხვა დაკავებულების თუნდაც ნაწილს დღეს ხელწერილით. დაკავებების სერია გუშინ შუადღის შემდეგ დაიწყო აქციის დროს, როდესაც დააკავეს ახალგაზრდა, რომელმაც პოლიციელს სტიკერი მიაკრა. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა გადმოინაცვლეს პოლიციის მთავარ სამმართველოსთან დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით და სწორედ აქ განხორციელდა დაკავებების რამდენიმე სერია. სიტუაცია, როგორც გითხარით, რამდენჯერმე დაიძაბა და ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.
სრულიად უმიზეზოდ იმის სკანდირებით, რომ რუსეთის შნიერი ხარ თქო ერთ-ერთ მილიციელს უთხარი და ამაზე გაღიზიანდა, თუმცა ორმოგი სტანდარტი კვლავ ჩვენს ქვეყანაში მან უწმაწური სიტყვები დამიძახა, მილიონჯერ გამიმეორა დაკავების იზოლატორში 2 მილიციელს ეკეთა ნიღაბი და ჩვენს კანონმდებლობაში როგორც უკვე ვიცით შეიტანეს ის, რომ ნიღბის შლემით წარება უკვე აკრძალულია და მე უბრალოდ ერთ-ერთ მილიციელს ვკითხე, გცივად? პასუხი არ იყო. შლაგბაუმთან გაიფიცე სტიკერი დავაკარი იმაზე. ანუ გარდა იმისა, რომ დღეს სიმბოლური ამბავი იყო ამ სტიკერთან დაკავშირებით დააკავეს ერთ-ერთი ჩვენი აქციის მონაწილე. მეორე ის, რომ რა ვიცი, მე მგონი უამრავი მიზეზი გვაქვს იმისთვის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მოვიდეთ და თანამშრომლებს უთხრათ, რომ გაიფიცოს. იმიტომ რომ ამ ქვეყანაში პოლიციური რეჟიმი არის ძალიან დიდი ხანია. ითქვა დავსვი და უბრალოდ ჩამათრია 10 პოლიციამ ერთად. რა კითხვა დასო? რატო დააკავეს ჩემი მეგობრები მეთქი და უცებ და ვერ გაგცემთ პასუხს. და მეთქი პასუხი არ გაგვცეთ თქვა და უცებ ეს დაიჭირეთ და 15 პოლიციელმა ჩამაფრინდა ერთად. ვინახულე დაკავებულები, მათი მდგომარეობა ნორმალურია, მაინც ემოციური ფონი აქვთ იმის გამო რომ არ იციან რისთვის არიან ისინი დღეს დაკავებულები და ასე რომ გადმომცენ რომ მე თქვა რომ ხნეთ და ძლიერად არიან ეს დაკავება მათ მეტად უფრო მეტად აძლიერებს და ასევე ელოდებიან სასამართლო პროცესს რომელიც სავარაუდოდ ორშაბათს გაიმართება ყველა არის გაკვირვებული და ამბობენ რომ პოლიციაზე შელაპარაკება არ ქონია. ასეთი იყო გუშინდელი ღამე ბათუმში. ნახოთ როგორ განვითარდება დღეს მოვლენები. დღეს საპროტესტო აქცია ტრადიციული 19 საათის ნაცვლად 15 საათზე დაანონსდა და აქციის მონაწილეები საკონსტიტუციო სასამართლოსთან სწორედ 15 საათზე შეიკრიბებიან. მადლობა მერაბ წულუკიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.